მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ფინანსებს, მატერიალურ კეთილდღეობას. კერძოდ კი კითხვას ვსვამთ ასე: როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა ან პოტენციალი მომდევნო 3 თვის განმავლობაში, ანუ დღეიდან 3 თვეში დაახლოებით რა მდგომარეობა გექნებათ ფინანსებში, რომ ვნახოთ 3 ვარიანტად. არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, ვიდეოს გამოწერა და კომენტარება და დავიწყოთ, როგორი იქნება თქვენი ფინანსები მომდევნო 3 თვის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ პირად კონსულტაციებზე ჩაწერები განახლდა. ვისაც გნებავთ, შეგიძლიათ უკვე მომწეროთ. ვარიანტი პირველი, როგორი იქნება თქვენი ფინანსები მომდევნო 3 თვეში, ვარიანტი მეორე, როგორი იქნება თქვენი ფინანსები მომდევნო 3 თვეში და ვარიანტი მესამე, როგორი იქნება თქვენი ფინანსები მომდევნო 3 თვეში. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. მოდი ახლა ავიღოთ ეს ჩვენი იდენტიფიკატორები, რაც თქვენ ძალიან მოგწონთ. ნახავთ ენერგიას და მის მიხედვით გეტყვით. ვარიანტი მეორე იქნება ესეთი გასაღები. ვარიანტი პირველი იქნება ეს გასაღები და ვარიანტი მესამე იქნება ეს გასაღები. ანუ პირველი ვარიანტი, კარგად რომ შეხედოთ, ესე. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, ესეთი გასაღები. კარგად დააკვირდით არკანებს, გნებავთ ვარიანტებით აირჩიეთ, გნებავთ გასაღებების ვიზუალით აირჩიეთ. მე კი დავიწყებ ვარიანტების გარჩევას, ვინც ვერ მოასწარით, იცით რომ შეგიძლიათ დააპაუზოთ, ინტუიციურად აირჩიოთ და მერე განაგრძოთ. დავიწყოთ. ვარიანტი პირველი. ვარიანტი პირველი, როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა მომდევნო 3 თვის განმავლობაში. სამიანი კვერთხები, ჩემო მეგობრებო, სამიანი კვერთხები ეს არის მდგომარეობა, როდესაც თქვენ იწყებთ როგორ სიტუაციას იწყებთ, იცით, თითქოს გინდათ რომ სხვებმა შეგამჩნიონ. ანუ შეიძლება იწყებთ ან ახალ პროექტს და ამ ახალ პროექტს შეიძლება სოციალურ ქსელებში ან ბუსტავთ, ან რაღაცა ესეთ ქმედებებს ახორციელებთ, მოკლედ, ან დაუშვათ შეიძლება გასაუბრებებზე მიდიხართ, შეიძლება რაღაცას იწყებთ ყოველ შემთხვევაში ისეც ქმედებებს უშუალოდ უკვე ეს არ არის რაღაცა მდგომარეობა, რომ აი თქვენ აზრში მწიფდება, აზრში უკვე მომწიფებულია და ეხლა გადადიხართ უკვე ამ აზრების რეალიზებასა და განხორციელებაზე. ოღონდ ეს რეალიზება და განხორციელება თქვენ ამ ეტაპზე თქვენ თვითონ, მხოლოდ თქვენ არ შეგიძლიათ. ანუ თქვენ გჭირდებათ ადამიანები, თქვენ გჭირდებათ სივრცე, სადაც შეგამჩნევენ, დაგინახავენ, თქვენით დაინტერესდებიან, მოვლენ და რაღაცას არ ვიცი, ან სამსახურში არ გიყვანენ, ან თქვენგან შეიძენენ, ან თქვენ შესთავაზებთ. აი რაღაცა ესეთი, მოკლედ რა, ორმხრივ კომუნიკაციაზეა დამოკიდებული ეს თქვენი წარმატება მომდევნო 3 თვის განმავლობაში. ვნახოთ ეს თქვენი ძალისხმევა გამოიღებს თუ არა შედეგს ამ 3 თვეში. შეგამჩნევენ და თქვენი მატერიალური კეთილდღეობა შეიცვლება ამ თვალსაზრისით. ვნახოთ აბა პირველი ვარიანტი. ექვსიანი თასები, სამიანი ხმლები და ხურუმი ქალი იმპერატორი. ორი დღეა ეს დასტა მაოგნებს. ხო, ეხლა რა ხდება აქ? ჩემო მეგობრებო, მე ვიტყოდი, რომ პირველ ვარიანტთან მოლოდინი უფრო მაღალია, ვიდრე პოტენციური შესაძლო შედეგები.
ანუ თქვენ ჩქარობთ, თქვენ ზედმეტად მონდომებული ხართ, ასე რომ ვთქვათ, რომ ეს სიტუაცია მალე გადაწყდეს თქვენს სასარგებლოდ. ანუ ძალიან იცით როგორ არის, აი აქ რაღაც ახლა რობინზონ კრუზო გამახსენდა, კუნძულზე რო არის და ნიშნებს რო აძლევს, რომ აი აქ ვარ, მიპოვეთ და ბოლოს იმ კუნძულზე რო თვითონ დაიმკვიდრებს თავს, ხო, აი ჯერ უნდა რომ კუნძულიდან წავიდეს და იქ სადაც ყველაა თვითონაც იქ იყოს. და ბოლოს აღმოჩნდება, რომ თვითონ შექმნის იქ თავის საკუთარ სივრცეს. აი რაღაცა ესეთი სიტუაცია თქვენ ეხლა ამ ეტაპზე, პირველი ვარიანტი ხართ ისეთ სიტუაციაში, რომ გინდათ იყოთ იქ, სადაც ყველაა. და აქ სამყარო გეუბნებათ, რომ სადაც ყველაა, იქ თქვენი ადგილი არ არის. ანუ თქვენი მოლოდინი არ არის სამყაროსთან თანხვედრაში ამ შემთხვევაში. ამიტომაც არის, რომ გარკვეული ტიპის იმედგაცრუება შეიძლება გქონდეთ ფინანსებში, ან იმ წამოწყებებში, რასაც აპირებთ. ამ მომდევნო 3 თვის განმავლობაში. ან ეხლა რაც დაიწყეთ და ფიქრობთ, რომ რაღაცა პერსპექტივა ექნება, ხო? ანუ თქვენთვის აუცილებელი არის, რომ არსებობდეს რაღაცა უნიკალური და გამორჩეული ნიშა. აი ხმლების მეფეც მოვიდა აქ, ეს არის უფრო აი გონება, გამჭრიახობა, რაღაცა სტრატეგიული აზროვნება. თქვენ უნდა რაღაც იმპულსური ქმედებები კი არ უნდა განახორციელოთ, უნდა დაგეგმოთ და ნაბიჯ მიყვეთ აი ამ სიტუაციებს იმისათვის, რომ კი, იმისათვის, რომ გაგიმართლოთ. აი ნახეთ, ქურდს რა უნდაო და ბნელი ღამეო ხო არსებობს ესეთი გამოთქმა, ხო? ჩვენში. თქვენ შემთხვევაში ხა ქურდი არ არის აქ, მაგრამ ანუ თქვენ უნდა შეძლოთ და გამოიყენოთ შანსები, გამოიყენოთ ყველა შესაძლო მოცემულობა, ყველა შესაძლო ვარიანტი იმისათვის, რომ თქვენი მიზნები რეალიზდეს და სისრულეში მოიყვანოთ და შეძლოთ ამ ყველაფრის გაკეთება, ხო? მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ ფრთხილად და არავითარ შემთხვევაში რაღაცნაირად აგრესიულად, გამომწვევად, კონფლიქტურად. ამ შემთხვევაში ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს პირველი ვარიანტი. ამიტომ რომ შევაჯამოთ პირველ ვარიანტთან 3 თვის პერსპექტივის ფინანსები, მე ვიტყოდი, რომ ის დასაწყისი, რასაც ახლა ადგახართ, ან რასაც ახლა იწყებთ, შეგიძლიათ აქციოთ თქვენთვის უნიკალურ და გამორჩეულ ნიშად. თქვენთვის უნიკალურ გამორჩეულ ნიშად და არა ისეთად, რომელიც ყველას გავს, ის რაღაც, რაც ყველას გავს. აი ესეთი იყო მოკლედ პირველ ვარიანტთან ფინანსების პერსპექტივა მომდევნო 3 თვის განმავლობაში. იმედი მაქვს, რომ რეზონირდა და თუ ასე აქვთ, ხოვთ და კომენტაროთ, ან მომწეროთ. ნახოთ ახლა უკაცრავად გავაგრძელოთ, როგორი იქნება მომდევნო 3 თვეში მეორე ვარიანტის პერსპექტივა. მეორე ვარიანტი 6-იანი თასები. ფინანსებთან მიმართებაში. რას გვეუბნება ახლა ეს 6-იანი თასები? მოდი ვნახოთ. მეორე ვარიანტი. თასების მეფე და 7-იანი პენტაკლები. და აქაც თასები. მეორე ვარიანტი, ჩემო კარგებო. აქ თქვენ შემთხვევაში არის გარკვეული ტიპის მოლოდინი. ჯერჯერობით ფინანსებთან მიმართებაში აქ მე ვიტყოდი, რომ მწიფდება რაღაცა სიტუაცია. აქ თქვენ იცით რა არის? ალბათ ყველასთან არ რეზონირდება ეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მეორე ვარიანტი თქვენ შესაძლოა მიეჩვიეთ, ან ცხოვრებაში რაღაცნაირად ისე ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, რომ ელოდით ვიღაცისგან ყოველთვის რაღაცას. აი რაღაც ესეთი სიტუაცია, თითქოს ვიღაცისგან ელოდით ან იმპულს, ან რაღაცას, აი არ ვიცი რატომ აქ ესეთი მოლოდინი, ზოგიერთ შემთხვევაში ეს იქნება ის სიტუაცია, რომ
სანამ ვიღაც არ დაგეხმარებათ თქვენთვის ცოტა რთულია ფინანსებთან მიმართებაში რაღაცა გზის გაკვალვა. აი ესეთი საკითხია რა, არ ვიცი, შეიძლება აქ მატერიალურ მხარდაჭერას ელოდებით ვიღაცისგან მუდმივად. ყოველ შემთხვევაში ეხლა აი ამ მოცემულობაში თითქოს დგება ისეთი სიტუაცია, რომ დროა საკუთარ თავზე აიღოთ ეს პასუხისმგებლობა, მეორე ვარიანტი. და კი, აი ოჯახი 10-იანი თასები მოვიდა. ანუ არ ვიცი, შეიძლება აქ დროა რომ ისევ აგერ თასების წყვილი მოვიდა. ყოველ შემთხვევაში აქ არის ოჯახი, ჩემო ძვირფასებო, აი პირდაპირ მოვიდა 10-იანი თასები, კვერთხების დედოფალი და კვერთხების მეფე. ეს არის წყვილი. ეს არის ოჯახი, ეს არის ერთობა, ერთიანობა, მთლიანობა, პარტნიორობა, რაც გაძლევთ შესაძლებლობას, ან გაიძულებთ უკვე ამ მოცემულობაში, რომ საკუთარ თავზე, საკუთარ ფინანსებზე, საკუთარ მატერიალურ კეთილდღეობაზე თავად აიღოთ პასუხისმგებლობა და თავად იკისროთ. ეს თქვენი წილი პასუხისმგებლობისა, ხო? შესაძლოა აქ ზოგიერთ შემთხვევაში იყოს ისეთი სიტუაცია, რომ ან ოჯახი შექმნათ, ან ცალკე გადახვიდეთ საცხოვრებლად, ან რაღაც ესეთი და უკვე თქვენს პირად ბიუჯეტზე თქვენ თვითონ მოგიწევთ ზრუნვა. აი ესეთი სიტუაცია აქვს მეორე ვარიანტით. ყოველ შემთხვევაში მომდევნო 3 თვეში დღეიდან სამყარო გვეუბნება, რომ თქვენ მოგიწევთ რაღაცების გადაფასება, რაც ეხება მატერიალურ საკითხებს და ფინანსებს. ეს შეიძლება იყოს ფინანსების წყარო, ეს შეიძლება იყოს პირადი ბიუჯეტი, ეს შეიძლება იყოს რაღაცა ახალი პარტნიორობა ან ურთიერთობა, რომელიც გაიძულებთ და ჩაგაყენებთ ისეთ მდგომარეობაში, რომ თქვენ თავად დაიწყოთ საკუთარ ფინანსებზე ფიქრი და თქვენი ფინანსების როგორც დაგეგმვა, ისე განკარგვა. ესეთი იყო მეორე ვარიანტი და გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. რა ხდება მესამე ვარიანტთან ფინანსების კუთხით მომდევნო 3 თვეში? ორიანი თასები. მოკლედ, სამივე ვარიანტი მსგავსია თითქოს ერთმანეთის, რაღაცა ახალი დასტარტვის ეტაპი, ახალი დასაწყისის ეტაპია აქ ამ შემთხვევაში. თქვენ მომდევნო 3 თვეში სავარაუდოდ განახორციელებთ რაღაც ახალი ჩანაფიქრის, ახალი დასაწყისის, აი რაღაც პატარა ინიცირება იქნება საჭირო. კარი ღიაა, უკვე ეს კარგია, ეს იმას ნიშნავს, რომ სამყარო ელის თქვენგან ამ ნაბიჯის გადადგმას, თუმცა შედეგობრივად რას მოგვიტანს მომდევნო 3 თვეში ეს ახალი სტარტი, მოდი ვნახოთ. მესამე ვარიანტთან. რა იქნება? შედეგში. რვიანი თასები, არკანი ეშმაკი, ორიანი თასები. აქაც განმეორდა. ორიანი თასები ორჯერ მოვიდა. ხო, აქ შეიძლება იყოს სხვათა შორის დასაწყისი, რომელიც არის ორი ადამიანის პარტნიორობა. შეიძლება ვიღაცასთან ერთად გეგმავთ ბიზნეს, ან შეიძლება ისეთი სიტუაცია იყოს, რომ ხო, ყოველ შემთხვევაში ერთი ადამიანი თუ ორნი გეგმავთ ესე რომ ვთქვათ ახალ დასაწყისს, ხო? ერთი არის უფრო შედარებით მკაცრი და მომთხოვნი ხასიათის პიროვნება ამ თქვენს ერთობაში და ერთიანობაში. რამაც შეიძლება დაძაბოს სიტუაცია თქვენ ორ შორის, აი ეს გაითვალისწინეთ. იმიტომ რომ ადამიანი, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ, აქვს აი ძალიან ძლიერი ენერგეტიკა. აი დომინანტი ენერგეტიკა აქვს ეშმაკის არკანი არის ენერგია, როდესაც ადამიანს შეუძლია სხვაზე მოახდინოს გავლენა.
როგორც კარგი, ისეთ ცუდი, თუ ეს ენერგია არის პლუსში, ნუ ხო ძალიან კარგი, მაგრამ შესაძლებელია თქვენ არ იყოთ მზად აი ამ ინიციატივებისთვის და ვერ აუწყოთ ფეხი აი ამ დომინანტურ გამოვლინებას მეორე ადამიანის, რამაც შეიძლება მიგიყვანოთ კონფლიქტურ, ანუ როგორც მინიმუმ დაძაბულ სიტუაციამდე. ამიტომ, ჩემი მეგობრებო, ცოტა დაკვირვებით. ხო, იმიტომ რომ აქ რასაც ახლა ტარო ამბობს და რასაც არკანები საუბრობენ, ცოტა უფრო მეტად ემოციები მოდის წინ, ანუ ფინანსებში როცა ემოციები ერთვება, ეგუმთლად კარგი ამბავი არ არის. ინტერესებს კიდე ერთხელ. ხო, ხმლების რაინდიო, თასების მეფე და ქურუმი ქალი. ორჯერ მოვიდა არკანიაში მოკიდა ქურუმი ქალი. მეგობრებო, კარგად დააკვირდით იმ მოცემულობას, რა დასაწყისსაც იწყებთ. ანუ იცით კი ყველაფერი იმაზე, რასაც იწყებთ, ანუ შესწავლილი გაქვთ ეს ყველაფერი? იმიტომ რომ არის აქ შეიძლება საკითხები, რაც არ იცოდეთ. თუმცა აქვე დავამატებ იმას, რომ რაღაცეები ინტუიციურად გამოგდით, ინტუიციურად გრძნობთ. ფინანსებთან მიმართებაში თუ კიდე ერთხელ ვამბობ, ორი ადამიანის კავშირი არის სახეზე. შეიძლება თქვენ ორი ადამიანი ესე უშუალოდ არ იყოს გამოხატული, მაგრამ თქვენ საკუთარ მეორე ალტერ ეგოს ესაუბრებოდეთ, ასე რომ ვთქვა და სხვანაირად ის სხვა რაღაცას გეუბნებათ, თქვენ სხვა რაღაცას აკეთებთ და ანუ შინაგან ბრძოლაზეც შეიძლება იყოს ესეთი სიტუაციას, მაგრამ რეალურად, ხო, ინტუიციურად უნდა იგრძნოთ პროცესი და მიყვეთ ამ ინტუიციას. შედეგში მე აქ ფინანსებთან მიმართებაში რამდენი არკანი ამოვიღე და ვერ ვნახე, სიმართლე რო გითხრათ, ისეთი რამ რაც ფინანსებზე დამელაპარაკებოდა, ამიტომ აქ შეიძლება იყოს ისეთი მოცემულობა, რომ ჯერ თავდაჯერებაზე გაქვთ სამუშაო, ჯერ ის სტარტი, რასაც ახლა აიღებთ, ალბათ ვფიქრობ, რომ თქვენში გაზრდის თავდაჯერებას, თუ სწორად დაგეგმავთ პროცესს და ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ ფინანსურ კეთილდღეობაზე. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი სამი ვარიანტის საჯარო გაშლა, რომელიც ეხებოდა ფინანსებს. იმედი მაქვს რეზონირდა და მოგეწონათ და თუ ეს ასეა, გთხოვთ დაწეროთ კომენტარი და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. შევხვდებით მალე, დროებით.